დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ზუსტადაც თქვენთვის ძალიან საინტერესო თემაზე, როგორიც არის ენდოკრინოლოგია. ჩვენთან სტუმრად არის ქალბატონი ნინო გაბიძაშვილი, ენდოკრინოლოგი. გამარჯობა ქალბატონო ნინო. ნუ შეგეშინდებათ ეს მანეკენია, რომელზეც შემდეგ ქალბატონი ნინო გვაჩვენებს როგორ უნდა გავაკეთოთ მედიკამენტი. მესალმები ჩვენს მაყურებელს. ძალიან გაგვახარეთ რომ მობრძანდით და გამოგვიყავით, რომ ქალბატონო ნინო პირდაპირ მინდა პირველივე კითხვით გადმოვიდე, რომელიც ძალიან აქტუალურია ხა ტელემაყურებლისთვის. მუნჯარო თუ ოზემპიკი? ორივე ძალიან ეფექტურია. იცით რომ ეს ერთი ჯგუფის პრეპარატებია, GLP-1-ის აგონისტები. და თითოეულ მათგანთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვირჩევთ იმ პრეპარატს, რომელიც კონკრეტულად პაციენტს მეტად შეესაბამება. თუ თქვენთვის საინტერესოა და ალბათ საინტერესოა, რადგან ეს თემა ავირჩიეთ, ცოტა უფრო დეტალურად ჩავშლის საკითხს. ორივე პრეპარატი, როგორც ოზემპიკი, ისე მუნჯარო, ვიცით, რომ გამოიყენება როგორც შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, ისე სიმსუქნის სამკურნალოდ. და ასევე ფართედ გამოიყენება პაციენტებში, ვისაც სიმსუქნესთან აქვს, თან ერთად აქვს ასევე სიმსუქნესთან ასოცირებული გართულებები. ანუ არა მხოლოდ შაქრიანი დიაბეტი, რომელიც უკვე დამოუკიდებლად ვახსენეთ, არამედ სიმსუქნესთან ასოცირებული სხვა გართულებები, როგორიც არის ღამის აპნოე, ანუ იგივე აპნოე ძილის დროს, ცხიმოვანი ჰეპატოზი, ანუ ადამიანურად უფრო რომ ვთქვათ, ღვიძლის გაცხიმოვნება, ან უფრო თანამედროვე რომ ვთქვათ, ღვიძლის მეტაბოლური დაავადება, ვისაც აქვს მაღალი ქოლესტეროლი. კი, მაგრამ იცით, აი სიმსუქნე ახსენეთ, აი მაყურებლისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, ხომ არ შეიძლება ესე რომ მე ახლა ჭარბი წონა მაქვს, წავალ და გავიკეთებ ოზემპიკს პირობითად, ხომ? ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ არის გართულებები, რიგი გართულებები, ვთქვათ, ადამიანები თვითნებურად იკეთებენ ამ მედიკამენტს და მე აქვთ რიგი კარგად იცით როგორი გართულებაც მოყვა. აი ამას მინდა რომ გავუსვათ ხაზი. რას ნიშნავს სიმსუქნე და რას ნიშნავს, როდესაც გჭირდება მედიკამენტი და როდის უნდა მიიღო ეს ძალიან საინტერესოა, ბევრი ცვლილება არის ამ სფეროში. და აი იმისთვის რომ სწორი წარმოდგენა, ცნობადობა საზოგადოების ავწიოთ, ძალიან მინდა რომ ამ საკითხს ცოტა დეტალურად შევეხოთ. პირველ რიგში როგორც მუნჯარო, ანუ ტირზეპატიდი, ისე სემაგლუტიდი, ოზემპიკი და ვეგოვი. ნახეთ, რეალურად მომქმედი ნივთიერება ორივე შემთხვევაში არის სემაგლუტიდი, უბრალოდ ოზემპიკი არის შექმნილი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, ეს ბრენდული სახელწოდება და მეორე ხაზი იგივე წამლის ვეგოვი შექმნილია სიმსუქნის სამკურნალოდ, თუმცა იმის გამო რომ ვეგოვის დეფიციტი მსოფლიოში ზოგადად საკმაოდ დიდია და ოზემპიკი უფრო ხელმისაწვდომია, ამიტომაც ხშირად ასე ვთქვათ off-label ოზემპიკს ხმარობთ სიმსუქნის სამკურნალოდაც, თუმცა მომქმედი ნივთიერება ორივე შემთხვევაში არის სემაგლუტიდი და ამან არ დაგვაბნიოს. როგორც ტირზეპატიდი, ანუ იგივე მუნჯარო, სემაგლუტიდი, ანუ იგივე ოზემპიკი ან ვეგოვი, ნამდვილად შეგვიძლია გამოვიყენოთ მხოლოდ სიმსუქნის სამკურნალოდაც, ანუ ამაში გადახრა არ არის, ანუ არ არის დარღვევა, ამის მხოლოდ სიმსუქნის სამკურნალოდ გამოყენებაც, უბრალოდ გააჩნია ჭარბი წონის ხარისხს. აი მოდით ცოტა დავკონკრეტდეთ, რას ვეძახით სიმსუქნეს. სიმსუქნის ძალიან ტრადიციული განმარტება ეს არის სხეულის მასის ინდექსი 30-ზე ზემოთ. სხეულის მასის ინდექსი ეს არის ძალიან მარტივად გამოსაცვლელი ნებისმიერ რიგით მოქალაქე, არ არის აუცილებელი რომ ადამიანი იყოს ჯანდაცვის პროფესიონალი რომ ეს გამოთვალოს. ეს არის წონა კილოგრამებში შეფარდებული სიმაღლეზე მეტრ კვადრატში. კი, მაგრამ ნახეთ ახლა, როდესაც ადამიანი თქვა, შეიძლება ახლა ხელმისაწვდომია რომ ჩაწერა მაგალითად Google-ში, ChatGPT-ში, ძალიან ბევრი პლატფორმა არის, გამოითვალა ეს და თვითნებურად მიიღო წამალი. რა გართულება შეიძლება მოყვეს თუ კი ეს არ არის ექიმის მიერ დანიშნული, იმიტომ რომ ამას ხო გააჩნია თავისი დოზირება. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ნახეთ როგორი მომენტი არის, ზოგადად არა მხოლოდ სიმსუქნის, ნებისმიერი დაავადების მკურნალობა არ შეიძლება თვითნებურად ვაწარმოოთ. კი ბატონო. ანუ თუნდაც ადამიანს, რომელსაც აქვს არტერიული ჰიპერტენზია, ანუ ხშირად აქვს არტერიული წნევის მატება, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს აუცილებლად რეგულარულად სამკურნალო საკითხია, ანუ უნდა გამოვიყენოთ მედიკამენტი, რომელიც ნორმაში დაიჭერს არტერიულ წნევას და არეგულირებს მას, მაგრამ ის რომ ადამიანმა თვითნებურად დაიწყოს ესეთი მედიკამენტის გამოყენება, რაც არ უნდა სწორი იყოს ჩვენება. მაინც არასწორია, იმიტომ რომ რეალურად ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასთან მის საკორექციოდ გამოყენებული ნებისმიერი მედიკამენტი, ეს არ არის, აი ესე ვთქვათ,
მაინც მაღალ პასუხისმგებლობასთან, მაღალ რისკთან ასოცირებული ჩარევებია და ამიტომ აუცილებლად პროფესიონალის ზედამხედველობის ქვეშ უნდა ხდებოდეს. ანუ იქნება სიმსუქნე თუ ნებისმიერი სხვა სამედიცინო მდგომარეობა. არასწორი დოზა. შესაძლებელია, რომ იგი კომაში ჩავარდეს. სუდად გახდეს, გონება დაკარგოს. კომაში არა, ნამდვილად არ არის შესაძლებელი, რომ ეპიზოდი შეიძლება იყოს. ჩემი აზრით, აი ესე ძალიანაც თუ არ დავაშინებთ მაყურებელს, ძალიან კარგი იქნება. ერთადერთი მინდა გამოვკვეთო, რომ გესაჭიროება თუ არა პრეპარატი და თუ შეიძლება აი დავასრულებ, რასაც ვამბობდი, სიმსუქნე, რომელიც ესეთი ფართედ ნაცნობი მცნებაა ჩვენთვის და განისაზღვრება როგორც სხეულის მასის ინდექსი 30-ზე ზემოთ, უფრო ნაკლებად გამოხატული პრობლემის დროსაც, რომელსაც ჩვენ ვეძახით ჭარბწონას, ეს არის სხეულის მასის ინდექსი 25-დან 30-მდე, ეს განისაზღვრება როგორც ჭარბი წონა, ანუ ჯერ ვერ აღწევს სიმსუქნის დეფინიციას, მაგრამ არის ჭარბი წონა. როდესაც სხეულის მასის ინდექსი აღწევს 27, მაგრამ ასოცირებულია ამ ჭარბ წონასთან დაკავშირებულ გართულებებთან, აი ამ დაავადებებთან მაგალითად. იმ დაავადებებთან, რომელიც ამ ჭარბმა წონამ გამოიწვია. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ექიმის გადაწყვეტილებით რეკომენდებული არის მკურნალობის დაწყება. დღესდღეობით კიდევ არსებობს კიდევ უფრო თანამედროვე განმარტება იმის, თუ რა არის ჭარბი წონა და სიმსუქნე. ეს არის სულ ახალი და ჩვენთვისაც სამედიცინო სფეროს პროფესიონალებისთვისაც ახალია. ჭარბი წონის განმარტება, როგორც წელის გარშემოწერილობის შეფარდება სიმაღლესთან, რომელიც იცვლება, რომ კიდევ უფრო ზუსტი ამსახველია ცხიმის სიჭარბის ორგანიზმში, ვიდრე სხეულის მასის ინდექსი და ამ მონაცემზე დაყრდნობით შესაძლებელია ექიმს პაციენტს შეურჩიოს თერაპია იმ მედიკამენტებით, რომლებიც ჭარბი წონის კორექციისკენ არის მიმართული, მათ შორის იქნება ეს ტირზეპატიდი, ანუ მუნჯარო თუ სემაგლუტიდი, ვეგოვის ან ოზემპიკის სახელით და როგორც უკვე აღნიშნე, აი თვითონ სიმსუქნე ნამდვილად წარმოადგენს დამოუკიდებელ ფაქტორს მკურნალობის, მაგრამ ჭარბი წონაც კი, ანუ სიმსუქნეზე დაბალი კატეგორია, თუ ის ასოცირებული არის გართულებებთან, ასევე წარმოადგენს მკურნალობის საკითხს. გართულებაში რა გართულებებს, კი, მახსოვს თქვენი შეკითხვა. რაც შეეხება გართულებებს, გართულება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მედიკამენტის და მათ შორის ამ მედიკამენტების გამოყენებისას შესაძლებელია თუ ადამიანი ამას თვითნებურად აკეთებს. კედი, თქვენ თვითონ ძალიან კარგი პროფესიონალი ხართ თქვენი საქმის და რამდენი ისწავლეთ, რომ ჯერ გამხდარიყავით დიპლომირებული ექიმი, შემდეგ რამდენი ისწავლეთ, რომ სუბსპეციალობა შეგეძინათ და შემდეგ ნამდვილად და შემდეგ მუშაობის დაწყებიდან იქამდე სანამ გამოცდილება შეიძენდით და აი ესე ვთქვათ, თქვენი საქმის აი გამოცდილი პროფესიონალი იქნებოდი და მეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა როგორც უშუალოდ პაციენტებთან მუშაობის, ისე უწყვეტი სამედიცინო განათლების. ანუ აქ არ არის საუბარი 1 და 2 წელიწადზე, აქ არის საუბარი 10 წლეულებზე და რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ნიჭიერი, განათლებული, ეგრეთ წოდებული სმარტი იყოს ადამიანი, შეუძლებელია აი ამ განათლების ხანგრძლივი პროცესის გარეშე ის შემძლე იყოს, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ამიტომაც რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს არავისთვის საწყენი. საწყენი, რომ იქნება ეს სიმსუქნე, თუ იქნება ჭარბი წონა და მასთან ასოცირებული გართულებები, ამის სამკურნალოდ უნდა მიმართოთ პროფესიონალს და არა დავიწყოთ თვითნებურად, იმიტომ რომ ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო წამლებიც კი შესაძლებელი ასოცირებული იყოს გვერდით ეფექტებთან მათი არასწორი მოხმარების შემთხვევაში. მაგალითად, აი წამლები, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, იქნება ეს ტირზეპატიტი თუ სემაგლუტიდი, ჩემთვის უფრო ადვილია ვახსენო ისინი მომქმედი ნივთიერებით თუ არ იქნები წინააღმდეგი, მაინც დავაზუსტებ, რომ ტირზეპატიტში გულისხმობ მუნჯაროს და სემაგლუტიდში გულისხმობ ვეგოვს ან ოზემპიკს. ისეთი აი მე ვფიქრობ, არა ესე ხმამაღლა ანათქვამი თანამედროვე მედიცინის და ყველა პროფესიონალის თვალსაზრისით ეს არის ჯგუფი წამლების, რომლებმაც გადატრიალება გააკეთეს მედიცინაში, ენდოკრინოლოგიაში, თავიანთი რაღაც საოცარი მოქმედებით, არა მხოლოდ წონაზე, არამედ წონასთან ასოცირებულ გართულებებზე, გულსისხლძარღვთა სისტემაზე, თირკმლის ქრონიკულ დაავადებაზე იქნება ეს თუ იგივე ორთოპედიულ პრობლემებზე, მაგალითად მუხლის გონართროზი, კოქსარტროზი
აი ამ ყველაფრის გაუმჯობესების თვალსაზრისით ცხიმოვანი ჰეპატოზი ანუ ღვიძლის მეტაბოლური დაავადება, ანუ ძალიან ფართია მათი მოქმედების სპექტრი, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ამას პროფესიონალთან შეთანხმებული სქემის გარეშე გავუყვებით, რა თქმა უნდა შესაძლებელია მივიღოთ გვერდითი ეფექტი. ჩვენ ვიცით უნივერსალური წესი, რომ ყველაფერი რაც მოქმედებს, უკუმოქმედებს და თუ რაღაც არ უკუმოქმედებს, ეს ნიშნავს, რომ ის არც მოქმედებს. და შესაბამისად იმისთვის რომ ჩვენ მივიღოთ მოქმედებით მიღებული სარგებელი და თავიდან ავიცილოთ უკუმოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროცესს გამოცდილი პროფესიონალი მართავდეს. რაც თქვენ იკითხეთ, აი დოზირება მაგალითად, აუცილებელია პრეპარატების დაწყება დაბალი დოზით. დოზის ნელი ეტაპობრივი ტიტრაცია. როდესაც ჩვენ ხედავთ, ეს იმდენად დაბალი დოზა, რომ თუ პაციენტს გვერდითი ეფექტი აქვს და გვერდითი ეფექტი ნებისმიერი სახის მკურნალობაზე შეიძლება ჰქონდეს პაციენტს, ამ შემთხვევაში ეს გვერდითი ეფექტი იმდენად მინიმალურად არის გამოხატული. ყოველთვის საშუალებას აძლევს ექიმს გააჩეროს მკურნალობა, შეცვალოს პრეპარატი, დაფიქრდეს ღირს თუ არა დოზის მატება. ანუ აი ეს ეტაპობრივი ტიტრაცია დოზის ჩვენ გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ როგორც ეფექტი პრეპარატისა პაციენტთან, ისე ის რამდენად კარგად გადააქვს პაციენტს და ხშირად სწრაფი ეფექტის მიღების მიზნით, როცა თვითნებურად იწყებს ადამიანი, იწყებს თავიდანვე მაღალი დოზით და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რა თქმა უნდა, იყოს მკვეთრად გამოხატული გვერდითი ეფექტები, უფრო მეტად კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ, ეს არის გულისრევა, ღებინება, გაუწყლოვანება ღებინებასთან ასოცირებული იგივე, რამაც შესაძლებელია მკვეთრად გავარესოს პაციენტის თვითგრძნობა, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო მეტად უკავშირდება პროცესს, რომელიც არ არის კარგად მართული და რეგულირებული. კარგად მართული და რეგულირებული პროცესის შემთხვევაში ამის თავიდან აცილება, ან ისეთ მინიმალურ გამოვლინებებზე ამოცნობა, როდესაც ეს პაციენტისთვის, აი როგორ გითხრათ, მნიშვნელოვნად არ გაუარესებს მის თვითგრძნობას, ამის ამოცნობა ადვილია და ეს აუცილებლად ექიმთან უნდა იყოს ყოველწუთას კონტაქტი. რა თქმა უნდა, ამისი ეს მინდოდა, რომ გაგვეჟღერებინა აუცილებლად, იმიტომ რომ იყო ფაქტები, როდესაც ოჯახის ერთი წევრი იკეთებს, თქვათ, მედიკამენტს და მეორე წევრი გადაწყვეტს, რომ მოდი მეც გავიკეთო, ეს არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ ამან შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ხო, მეთანხმებით ამას? გეთანხმებით სრულიად, ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ სიმსუქნე არის ძალიან ფართედ გავრცელებული პრობლემა და სამწუხაროდ დღემდე სიმსუქნე ბევრი ადამიანისთვის ასოცირდება უფრო გარეგნულ პრობლემასთან. და მგონია რომ ამიტომ შესაძლებელია ადამიანები როგორც აი გარეგნობის საკითხებს დამოუკიდებლად წყვეტენ, შესაძლებელია ისე უდგებოდნენ ამ საკითხსაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ სიმსუქნე ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ ვიზუალური მხარე. ის ვიზუალური მხარეც ინდივიდუალურია, ვიღაცა შეიძლება საერთოდ მოწონდეს, ხო? ანუ ეს ძალიან ინდივიდუალურია. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ სიმსუქნე არის მდგომარეობა, რომელიც თავად წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას და სამწუხაროდ ასოცირებულია რიგ სხვა ქრონიკულ დაავადებებთან, რომელსაც იწვევს და ამიტომაც ამის მართვა ეს სამედიცინო პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. და იცით რა არის, აი ეს მედიკამენტი გახდა ტრენდული. მე ზოგადად არ ვეთანხმები როგორც ექიმი, რომ ზოგადად რომელიმე მედიკამენტი გახდეს ტრენდული. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის მიერ, როდესაც მიდის ადამიანი, ანუ იტარებს რიგ კვლევას, შემდეგ ექიმი გადაწყვეტს, რომელი მედიკამენტი დაუნიშნოს და რა დოზით. ხო მართალი ვარ? იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავუხსნათ ჩვენ საზოგადოებას ესე თვითნებურად რაიმე მედიკამენტის მიღება, მით უმეტეს, როდესაც ეს არის ინექციური სახით, არის ძალიან ცუდი შედეგების ტრენდულობა რაღაც მომენტში შესაძლებელია კარგიც კი არ იყოს პრეპარატისთვის. იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში და რიგ ქვეყნებში პრეპარატის მოპოვების შესაძლებლობა ექიმის დანიშნულების გარეშე, თვითნებური მკურნალობა, შემდეგ გართულებები, რომელიც შეიძლება საერთოდ არ უკავშირდება ამ მკურნალობას, ან უკავშირდება იმას, რომ პროცესი არასწორად იყო წარმართული და შემდეგ ფართედ წვდომა ძალიან ხშირად აი სატელევიზიო სივრცესთან ადამიანების, რომლებიც შესაძლებელია უფრო აი ესე თვითნებურ საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ, ძალიან აშინებს იმ ადამიანებს, ვისაც მართლა სჭირდებათ პრეპარატი. აი ზუსტად ანუ კონსულტაციაზე ზიშენს წინაშე პაციენტი, რომელსაც ხვდები, როგორ არგებდა პრეპარატი, იმიტომ რომ ასე აქვს სიმსუქნე, აქვს დიაბეტი, აქვს ღვიძლის მეტაბოლური დაავადება, ანუ იგივე ღვიძლის გაცხიმოვნება, აქვს ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტეროლემია.
და ხვდები რამდენი სიკეთე შეგიძლია ადამიანს მოუტანო და ზუსტად იმის გამო რომ აი ამ ტრენდულობის გამო ძალიან ბევრი ცუდი წმენია პაციენტს ხშირად დაუსაბუთებელი ცოდი ან არასწორი გამოცდილებით მიღებული ცუდი ეფექტები ძალიან გიჭირს პაციენტის დარწმუნება რამდენად მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მკურნალობას უნიშნავს. იცით, აი თქვენი აზრით, როგორც ენდოკრინოლოგი, თქვენი აზრი მაინტერესებს ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რაც მოგვიყევით ახლა, აი თქვენ როგორ შეაფასებთ ამ მედიკამენტს? მეც, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილი ვიყავი. სხვათა შორის ამ მედიკამენტებს არ აქვთ პატარა ისტორია. ჯერ კიდევ 15 წელზე მეტი ხანია, რაც ხმარებაში გამოვიდა ერთ-ერთი პირველი GLP-1-ის ანალოგი ეგზენატიდი, ეს ჯერ კიდევ ჩემი ორდინატურის დროს მოხდა და ეს ასე ვთქვათ არ არის პატარა ისტორია. რაც უფრო გემატება სტაჟი, გამოცდილება, იქ მით უფრო ფრთხილი ხდები ყველა მედიკამენტის მოხმარებისას, ალბათ დამეთანხმები, კეთი. კი, და მეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდები ყოველთვის ყველა სიახლეს, იმიტომ რომ ადამიანის ჯანმრთელობას ეხება და მნიშვნელოვანია ჩემთვის არა მხოლოდ უცებ ეფექტის მიღება, არამედ პირველ რიგში როგორც ექიმი ალბათ კეთი მეთანხმები რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი არ ვავნოთ. რა თქმა უნდა. და შეიძლება ვერ დაეხმარო ადამიანს, მაგრამ მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდე რომ არავნებ ან სწრაფი ეფექტის გამო რაღაც ამომავლოს ემსახურება ჩემი ამდენჯერ გამეორება რომ თვითნებურად ნუ გაიკეთებთ, იმიტომ რომ ავნებთ თქვენ თავს. და თუნდაც კონდეს დარწმუნება იმაში რომ არავნებ არა მხოლოდ ეხლა, არამედ არავნებ შორეულ პერსპექტივაში. აუცილებლად. და რაც უფრო მეტად გაიზარდა ჩვენი გამოცდილება ამ მედიკამენტებთან ურთიერთობის, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უწყვეტი სამედიცინო განათლება ყველა ექიმის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც უფრო მეტ უცხოელ ექსპერტს ხვდებით ამ პრეპარატების მათ როგორ გითხრათ, უშუალოდ მონაწილეებს იმ კვლევების, რომლებიც იკვლევდნენ მათ უსაფრთხოებას, ეფექტურობას, რაც უფრო მეტ სასწავლო კურსს ვესწრებით, მით უფრო და მეტად თამამი ხვდები ამ პრეპარატების დანიშვნისას, იმიტომ რომ მათი როგორც შორეული ეფექტები, ისე ახლო ეფექტები ეფექტი არის ძალიან მაღალი და უსაფრთხოების პროფილი არის საკმაოდ კარგი სწორი შერჩევის პირობებში. აი მაგათ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ზუსტადაც, რომ სწორი შერჩევა ხდება მხოლოდ ექიმის მიერ ნამდვილად და არის ძალიან ეფექტური და ძალიან კარგი შედეგი აქვს. ახლა აი თქვათ ავირჩიეთ უკვე ეს მედიკამენტი, თქვენ გადაწყვიტეთ რომ დაუნიშნეთ პაციენტის მედიკამენტი, ახლა მანეკენზე გთხოვთ გვაჩვენოთ როგორ უნდა გავაკეთოთ, რა ადგილას და რა არის მნიშვნელოვანი, რა უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა მაყურებელმა აი ინექციის დროს. რა უნდა ვიცოდეთ ამ მედიკამენტზე ქალბატონო? როგორც კეთი უკვე ახსენე, მუცლის წინა კედელზე არის უპირატესი რომ გავაკეთოთ ინექცია. ჭიპის მიდამო გვერდითი ზედაპირები სასურველია რომ ზემოთ და ქვემოთ ზედაპირების გამოყენება არ მოხდეს. გვერდითი ზედაპირები არ ვიყენებთ ორი თითის დადების მანძილს, აი არც აქეთ მხარეს, არც აქეთ მხარეს, არამედ ორი თითის შემდგომ აი ესეთი მართკუთხედი რომ წარმოვიდგინოთ. აი ესეთი მართკუთხედი. აი ეს არის საუკეთესო ადგილი ინექციისთვის. აი წარმოიდგინეთ ეს ადგილი. რადგანაც შემთხვევათა უმრავლესობაში პაციენტებს აქვს ჭარბი წონა, ვისაც ენიშნებათ მედიკამენტი, ამიტომაც არ არის ესეთი რთული ნაკეთის აღება, იმ მცირედი მონიშვნითაც კი უკვე კარგი მობილიზება. კი. და შეგვიძლია ესეთი მსუბუქი მოქმედებითაც კი, იმიტომ რომ აქ საკმაოდ მრავლად ეს კარგად არის ცხიმონიქსოვული განვითარებული და აი უბრალოდ მოვნიშნოთ ეს ადგილი, ოდნავ ესეთი მსუბუქად შევქნათ ეს ნაკეთი. რა თქმა უნდა უკვე კალამს, საინექციო კალამს მორგებული აქვს ის ერთჯერადი ნემსის თავი, რომელიც გამოცვლა უნდა მოხდეს ყოველი ინექციის, ახალი ინექციის წინ, ანუ სასურველია რომ ყოველი ახალი ინექციისთვის ახალი ნემსის თავის გამოყენება მოხდეს. უკვე წინასწარ პაციენტს ამოღებული აქვს სასურველი დოზა, რომელიც მას ექიმმა დაუნიშნა. ხდება მსუბუქად აი ესე ნაკეთის მონიშნა და უკვე წინასწარ ამოღებული დოზით, რა თქმა უნდა, პრეპარატს ვაცლით თავს, ვაშიშვლებთ ერთჯერად ნემს და ისე ხდება ინექცია. შეგვყავს დოზა, რის შემდეგაც გვესმის კლიკ, აი ესეთი ხმა, მაგრამ ეგრევე არ ამოვიღებთ კალამს. არამედ 1, 2, 3, 4, 5 ნელა დავთვლით, კანქვეშა ბრუნს გავაკეთებთ და ისე ამოვიღებთ. ეს არის უმარტივესი, მაგრამ ეს დათვლა და კანქვეშა ბრუნი და ისე ამოღება ეხმარება პაციენტს იმაში, რომ არ
ამუყვეს უკან პრეპარატის თუნდაც მცირედი სრული ნაწილი დოზა მიიღოს. სრული დოზა მიიღოს. დიახ. მნიშვნელოვანი ასევე პრეპარატის შენახვის წესიც. ანუ შეძენის შემდეგ პრეპარატს ვინახავთ მაცივარში, მხოლოდ ისე რომ არ გაიყინოს და სასურველია რომ გამოვიღოთ ინექციამდე 30 წუთით ადრე ოთახის ტემპერატურაზე, ზუსტად იმიტომ რომ ცივი პრეპარატი კანქვეშა ცხიმიდან ისე ადვილად არ შეიწოვება. და ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს კვირაში ერთი ინექციაა, ამიტომაც ლიპოდისტროფიის, ლიპოატროფიის, ანუ ხშირი ინექციები ცხიმონი ქსოვილის დაზიანების რისკი აქ თითქმის არ არსებობს. მაგრამ მაინც ვიტყვით იმ რეკომენდაციას, რომ სასურველია რომ ცვალოთ მხარე. ანუ თუ ერთხელ ამ მხარეს გაიკეთეთ, თქვათ მეორე მხარეში შეცვალეთ შემდეგ ინექციაზე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. ძალიან ინფორმატიული იყო ეხლა ეს ჩვენი მაყურებლისთვის. დაგემშვიდობებით, მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ კიდევ მოგზანდებით ჩვენთან სტუდიაში, რაღაც სიახლეები ყოველთვის იქნება თქვენ სფეროში. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და მშვიდი სამუშაო გარემო. დიდი მადლობა ქეთი. ასევე საუკეთესო სურვილებით გემშვიდობები შენ და ჩვენს მაყურებელს. მადლობა დიდი.